აქ არის უნიკალური იმერული მუხები, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და რომელიც წლების განმავლობაში ისე როგორც ყველა იმერული მუხა ნადგურდებოდა ასაკობრივად, ესე ვთქვათ, ყდომას განიცდიდა დამატებით ჭამდა კავკასიური შავი ხოჭო, რომელიც ცნობილია თავის გამანადგურებელი ეფექტით. დაკვირვების შედეგად 2021, 22 და 23-24 წლებში გვაქვს უკვე 3 წლიანი ნაყარებიც ახალი მუხების. ამავე დროს პარალელურად გითხარით, რომ დასრულდა შემოღობა, რაც ხელი შეუშალა მოსახლეობის მიერ პირუტყვის შედენვას, ესე ვიტყვი, უნიკალურ მუხნარის ტყეში. და მესამე გავაკეთეთ სამიულაცია, აი აქაც ჩანს ერთი აქ, აი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხაზი, ეს არის მთლიანად ორივე მხარე. მოგეხსენებათ, ეს ნაწილი, აქეთ ამარჯვენა ნაწილი ეკუთვნის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელსაც ეხლა წელს უკვე განახორციელა ჭრა დაზიანებული მუხების იგივე პროცესი მიმდინარეობს მარცხენა მხარეს. დღევანდელი წელი ძალიან რთულია და ალბათ გამლელი ატყობს, რომ ძალიან ბევრი მუხა არის წაქცეული. ეს ის მუხა, რომელიც დაზიანებული იყო, რომელიც გამხარე, რომელიც ჭრას ექვემდებარებოდა. მოგეხსენებათ, თითქმის 1 მეტრამდე თოვლი იყო წელს. ამ დიდმა თოვლმა ეს მუხები წააქცია. ზოგს ნიადაგი გამოაცალა, ზოგს სიმძიმით წააქცია. ამიტომ ეს მუხები არის თავისთავად მოსაჭრელი. ეხლა ალბათ იტყვით, თუ რატო არ ხდება გამოტანა, ხო? ჯერჯერობით ჯერ კიდევ ნიადაგის ცველია და ვერ შედის სატყეო მეურნეობა. სახელმწიფო სტრუქტურა რო შევიდეს და გამოიტანოს, ამიტომ ველოდებით ამიდებს, რათა მოხდეს გასუფთავება, ყველა ეს დაზიანებული ხე იქნება გამოტანილი და გასუფთავებული ტერიტორია. ხედავთ, რომ ტერიტორია დანაგვიანებულია, არ არის სისუფთავე, საფრთხეა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი კულტურა, თითოეულ ქუთაისელის მოვალეები ვართ, რომ აი პლასტმასის ბოთლები აგდია, აი რაღაც მოტეხილი საგზაო ნიშნები არის დაყრილი, ეს ყველაფერი ახალია, არ არის ძველი და სამსახურები იცით, როგორ გავალამაზეთ ეს ქუჩა და ერთ-ერთი ლამაზი შემოსასვლელია დღეს ქუთაისის ამ ტყის აღდგენას სჭირდება წლები. მე გეტყვით, რომ აი 10-15 წლის მუხა მხოლოდ 2 მეტრისაა. წარმოგიდგენთ, ანუ რამდენი წელი ჭირდება იმისათვის, რომ ეს განვაახლოთ. ეს მუხები ყველა არის დაახლოებით 100 წლის და მეტი. აი ქუთაისიდან როდესაც გამოვდივართ, იქ მარცხენა მხარეს არის დატოვებული ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ რაღაც რეკრეაციული ზონა მოეწყოს. თქვენ ალბათ გახსოვთ ამ ტერიტორიაზე თავიდან ბოლომდე მთელი 3 კილომეტრის სიგრძეზე მანქანები შედიოდნენ ტყეში, აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ პიკნიკებს, აბწვადებს, ну, რაც რჩებოდა, მე კი იცით, არაერთხელ მცირე ზომის ხანძარიც კი გაჩენილა, მოკლედ არ ვეკიდებოდით ისე, როგორაც უნდა მოვეკიდოთ, რომ ეს ჩვენი საშვილთაშვილო საქმეა, ხო? ამიტომ იქ შემოსასვლელში განსაზღვრული აქვს, თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ ადრე თუ 2 მაისობას ვზეიმობდით მუხნარის ტყეში, ეხლა ის ღონისძიებები აღარ ვატარებთ იქ, რათა მოვარიდოთ ეს ხალხმრავლობა და ჩვენც ადამიანის ახდენს ამ თელას. ადრე ამ ტყეში მხოლოდ სოკოს შესაგროვებლად დადიოდნენ. ეხლა სამწუხაროდ იძულებული ვართ შევღობოთ და რეგულაციები გავამკაცროთ, რათა ეს არ მოხდეს. მზათა ვართ განვიხილოთ ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად, თუ კი ვინმეს რაიმე იდეა, აზრი აქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იქ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზათა ვართ. დღეს ტყე უნდა გადავარჩინოთ და ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს დასასვენებელი და ის ადგილები გამოვიყენოთ.